ინსპექტირების პროცესის დანერგვის შემდეგ დაღუპულების რაოდენობა 27%-ით შემცირდა. ინსპექტირების რეფორმის დაწყებამდე საქართველოს ავტოპარკი 1,228,000 ავტომობილისგან შედგებოდა. 2024 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,800,000 მიაღწია. ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში საქართველოს ავტოპარკი 37%-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა. რაჩვენა კვლევამ, როგორ მიმდინარეობდა ტექ ინსპექტირების რეფორმის პროცესი, რომელიც 7 წლის წინ დაიწყო და რა გამოწვევები რჩება კვლავ სექტორში, თემას სტუმართან საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტთან დავით მესხიშვილთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა განაცემის სტუმრობისთვის. რა აჩვენა კვლევამ? ამით მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო უფრო ვრცლად, რომ უთხრათ მაყურებელს რა ტენდენციებზეა საუბარი და მე უკვე ვისაუბროთ იმ ხარვეზებზე და გამოწვევებზე, რომელიც ამ დრომდე რჩება და რომელთა გადაჭრის გარეშეც სრულყოფილად ამ რეფორმის ამოქმედებაზე და მის რეალურ შედეგებზე საუბარი გაგვიჭირდება. დღემშვიდობისა, მადლობა მოწვევისათვის. კვლევამ აჩვენა ის, რომ ტექ ინსპექტირება როგორც პროცესი საგზაო უსაფრთხოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გამოისახა გარკვეულწილად სტატისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ კვლევა არ არსებობს, მაგრამ არსებობს კვლევა, რომ დაღუპულების რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 27%-ით, მას შემდეგ რაც ტექ ინსპექტირების რეფორმა დაიწყო. აქ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ტექ ინსპექტირება როგორც რეფორმა ჯერ კიდევ ბოლომდე ასე ვთქვათ დასრულებული არ არის. ის არის დანერგვის პროცესში, ის გადის ეტაპებს და მას შემდეგ რაც ტექ ინსპექტირება დაინერგება სრულად ევროდირექტივის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გაცილებით კარგ შედეგს, ვიდრე 28%-იანი კლება დაღუპულების, ვინაიდან კვლავ მაღალი არის დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა, ის 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და აქვე გვაქვს ჩვენ გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევაც, რომელიც ამბობს, რომ განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 25-30% დაშავებულების და დაღუპულების მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო და რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ტექ ინსპექტირება უნდა დაინერგოს სრულად, პირველ რიგში აქ გულისხმობთ ასევე კანონის აღსრულებას გზებზე. რაც ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ ნაწილს აუცილებლად შევეხები, თუმცა რა არის მთავარი განმაპირობებელი? მხოლოდ ის, რომ ტექ ინსპექტირება ამოქმედა და დაუშვათ რეალურად ძღოლები საკუთარ ავტომობილს მინიმუმ ყოველ შემთხვევაში ტექ ინსპექტირების ცენტრებში ამ პროცესს გადიან და ეს არის მთავარი მიზეზი და ამ ნაწილში გაიზარდა დაუშვათ შედეგიანობა, თუ თავად თვითონ ამ რეფორმამ ამ კუთხით გარკვეულწილად ძღოლების პასუხისგებლობა ამაღლა და სხვა მიმართულებაზე გადავიდნენ, ანუ რეალურად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ გაუმართავი ავტომობილით ქალაქში გადაადგილება არ შეიძლება. ანუ რეფორმა გახდა ერთგვარად ბიძგის მიმცემი თუ რეფორმის შედეგია მთლიანობაში ეს ყველაფერი? მოდით ასე ვთქვათ, ყველაფერი ერთად, ამიტომ თქვენ რაც ჩამოთვალეთ, იქ გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ პირველ რიგში ის, რომ საერთაშორისო დონეზეც მათ შორის ტექ ინსპექტირებაზე უკეთესი მექანიზმი და ბერკეტი იმისთვის, რომ ტექნიკური გამართულობა დაურწმუნდეთ ტექნიკურ გამართულობაში ავტომობილის არ არსებობს. და ეს ნაჩვენებია საუკეთესო სახელმწიფოების მაგალითზე, ვისაც საგზაო უსაფრთხოებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს, ხო? ამიტომ საზოგადოებაც მათ შორის დიდმა ნაწილმა გაიაზრა, რომ ეს არის საჭირო პროცესი, არავინ არ არის ვალდებული, არც ერთი ასე ვთქვათ, მძღოლი თუ ავტომფლობელი, რომელმაც შეიძლება იცოდეს ავტომობილის ინჟინერია თავიდან ბოლომდე, ხო? ასე ვთქვათ, ამისთვის არსებობენ ინსპექტორები, კვალიფიციური ინსპექტორები და ტექ ინსპექტირება, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უკვე აი საზოგადოებაში ჯდება ის, რომ ტექ ინსპექტირება ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელშიც უნდა გაძვრე, ჟარგონს ვიხმარ და ეს არის ასე ვთქვათ ღონისძიება, რომელიც სინამდვილეში არის საკმაოდ კეთილშობილური აქტიც კი, იმიტომ რომ შეიძლება ტექ ინსპექტირებაზე ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა, რომ ტექ ინსპექტირებაზე ნაპოვნია ისეთი ხარვეზი, რომლის ასე ვთქვათ შემთხვევაშიც თუ ავტომობილი გააგრძელებდა მოძრაობას, დადგებოდა ფატალური შემთხვევა. ამიტომ ტექ ინსპექტირება აძლევთ მძღოლებს საშუალებას იმისა, რომ დაადგინონ ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც დაიცავს მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. თუმცა თქვენთან ახსენეთ ახლა ეს ფრაზა უხეშად, რომ ვთქვათ, ერთგვარი გაძრომა ამის ტენდენციები არის? დიახ. არის შემთხვევები, როდესაც
რაღაც გარკვეულ კონკრეტულ ტექისპექტრების ცენტრში ერთი ავტომობილი ვერ გადის ტექისპექტრებას, მაგრამ იგივე ავტომობილი და დახარვეზებულია, მაგრამ რაღაც კონკრეტულ სხვა დაუშვათ ტექისპექტრების ცენტრში ეს ავტომობილი გადის ტექისპექტრებას. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დედაქალაქში, რომელსაც თავი აურიდებია დედაქალაქში ტექისპექტრების გავლისთვის, მაგრამ წასულან რომელიმე დაუშვათ რაიონში და იქ გაუვლიათ ტექისპექტრება. ანუ ასეთ შემთხვევები გვაქვს. რამდენად ბევრია ასეთ შემთხვევა, ანუ სტატისტიკურად რამდენად ცუდი სურათი გვაქვს ამ ნაწილში და რა შეიძლება რომ გაკეთდეს და ანუ რეალურად დღეს მაინც მინდობილები ვართ მძღოლის კეთილსინდისიერებას და ტექისპექტრების ცენტრების კეთილსინდისიერებას, ხო? რა კუთხით შეიძლება რომ ეს პროცესი ისე დარეგულირდეს, რომ რეალურად ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე კი არ ვიყო დამოკიდებული, ანუ შედეგი დადგეს ყველა შემთხვევაში იმის მიუხედავად მძღოლი და ტექისპექტრების ცენტრის წარმომადგენელი იქნება თუ არა კეთილსინდისიერი. მართავს ვზანებთ, არაერთგვაროვანი ინსპექტირება, ანუ მაყურებლისთვის გასაგები გახდეს ის, რაც დახარვეზების მიზეზია ერთ ინსპექტირების ცენტრში, შეიძლება მეორე ინსპექტირების ცენტრში არ გახდეს, ხო, ავტომობილის დახარვეზების მიზეზი. ასეთ შემთხვევები არის ის შემთხვევა, რომელიც თქვენ ბრძანეთ, არაერთი, როდესაც დედაქალაქიდან ინსპექტირებისთვის შესაძლოა მიდიოდნენ გვერდით მუნიციპალიტეტებში. და კითხვა ჩდება რატომ, ხო? რატომ? ან როგორ გადის დაუშვათ ინსპექტირებას ერთი ავტომობილი 5 წუთში იქვე მეორე ინსპექტირების ცენტრში ინსპექტირებას თუ ის ხარვეზის აღმოფხვრა მით უმეტეს საჭიროებს დროს. აქ არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები, რა შეიძლება დაინერგოს და როგორ შეიძლება ასე ვთქვათ განხორციელდეს. ძალიან დადებით კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დღეს აქვს უკვე კომპეტენცია, რომ დაიწყოს მონიტორინგი ინსპექტირების ცენტრებზე. მას ყავდეს ასე ვთქვათ კვალიფიციური კადრი, რომელიც ინსპექტირების ცენტრებში ზუსტადაც ჯერ ვიდეო მონიტორინგის გზით დააკვირდება ასეთ შემთხვევებს და შემდეგ გაატარებს კიდევ პრევენციულ ღონისძიებებსაც და მისცემს ინსპექტირების ცენტრებს საშუალებას რომ აღმოფხრან აი ზუსტად ასეთ შემთხვევები. ამიტომ გარკვეულწილად ეს სიახლე, რომელიც უკავშირდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და მონიტორინგს ინსპექტირების ცენტრებზე, დადებითი მოლოდინია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ინსპექტირების ცენტრებიდან და კიდევ ერთი, რაც მე მინდა ხაზი გაუსვა ამას, უბრალოდ ხშირად მეკითხებიან ამას, ეს არის ეგრეთ წოდებული манипуляციებით გავლა ინსპექტირების, ხო, როდესაც მძღოლი მაგალითად ქირაობს ავტონაწილებს ერთჯერადად და შემდეგ გამოდის გზაზე ისევ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით. ხო, აქ ყოველთვის მაქვს ეს კითხვა, ვისატყუებთ ხალხო? ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით, რომელთაც შეიძლება შემდეგ ხვის სიცოცხლეს დაემუქრო ან საკუთარი ოჯახის წევრები ის. ხო, ეს მორალურად ესია და მიუღებელია, მაგრამ ჩემი აზრით ის რაც დღეს ითვლება კანონიერად და ეს ითვლება კანონიერად, აქვე უნდა განმარტოთ, რომ ინსპექტორს არ აქვს კომპეტენცია და ვალდებულება, რომ ჩაეძიოს ვინმე სადმე ხო არ იქირავა ავტონაწილი. ის რაც დღეს კანონიერად ითვლება, ჩემი აზრით გადასახედია და უნდა იყოს კანონდარღვევა. აი როგორ უნდა იყოს აღმოფხრილი და რა დავუშვათ მექანიზმებით შეიძლება რომ ეს ნაწილი რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია იმის მიუხედავად ხა ვინმეს უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგინდეს დავუშვათ ამის გაკეთება, რადგან რეალურად გვაქვს ადამიანის სიცოცხლესთან საქმე, ხო, და მის ჯანმრთელობასთან. ეს როგორ შეიძლება რომ ეს ნაწილი დარეგულირდეს და ასევე აუცილებელია ძალიან ხშირად მსმენია მძღოლებისგან, რომ არასწორი დახარვეზება კონკრეტულ ტექისპექტრების ცენტრში, ანუ მძღოლს მიაჩნია, რომ ის არ არის დასახარვეზებელი, მაგრამ ტექისპექტრების ცენტრს მიაჩნია, რომ ეს ნაწილი არის დასახარვეზებელი. ანუ როგორ რამდენად კვალიფიციურად უდგება ტექისპექტრების ცენტრი ამ სამუშაოს და რამდენად არის მათი დავუშვათ ცოდნა და გამოცდილება საკმარისი, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და ამ ნაწილში ხომ არ ჩნდება ერთგვარი რისკი, რომ მე რაღაც გარკვეული კორუფციული რისკი, იმიტომ რომ რეალურად მე დაგიხარვეზებ, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ დახარვეზებული შედეგი არ მივიღო, ამას გარკვეულწილად ექნება ჩვენ შორის გარიგების საფუძველი. რამდენად გვაქვს დღეს ასეთი პრაქტიკა? ეს სფერო მსოფლიოში ყველგან, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, უკავშირდება ისეთ საქმიანობას, სადაც კორუფციის რისკები არსებობს. და ან გარიგების რისკი არსებობს, ან ლოიალური ინსპექტირების რისკი არსებობს, ან როგორც კიდე საერთაშორისო დონეზეც ამბობენ და ჩვენი სტანდარტითაც მიკერძოებული ინსპექტირების რისკი არსებობს, მაგრამ აქ
სახელმწიფოს და მათ შორის პოლიტიკის გამტარებელ სტრუქტურებს უნდა ქონდეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარებული, ხო? პირველი ეს არის, თქვენ სწორედ ბრძანეთ, სისტემა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ინსპექტორი დაუშვათ შეცდომას განზრახ უშვებს, ჭყალებში შეცდომას თუ ეს არის შესაძლოა კომპეტენციის პრობლემა იყოს, ხო? ამიტომ ბევრი რამ ახლა იქნება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონიტორინგზე დამოკიდებული. ჯერ ერთი რა ის განსხვავება ვიპოვოთ, ეს შეცდომები განზრახ არის დაშვებული თუ გარიგების მიზნით და მეორე ის რომ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია ინსპექტორებს ჰქონდეთ მაღალი ხელფასი. დღეს სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას, იმიტომ რომ ინსპექტორისთვის მაღალი ხელფასი ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ინსპექტორების შემოსავალი შესაბამისი, რომ გასცეს მაღალი ხელფასი. მაღალი ხელფასი არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ინსპექტორი არ იყოს დაინტერესებული, მიკერძოებული ინსპექტორების. ტარიფების ნაწილს აუცილებლად დაუბრუნდებით, თუმცა მონიტორინგის შედეგებზე, როდესაც არის საუბარი, ახლა რეალურად მთელი პასუხისმგებლობა გადადის სახელმწიფოს მხარეს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს მონიტორინგის შედეგები და დაუშვათ საზოგადოებასაც გითხრას და თავად ექსპექტორების ცენტრსაც. რა პერიოდულობით უნდა ჩაატარდეს, ან რა პერიოდულობით შეიძლება რომ განხორციელდეს ეს მონიტორინგი, რომ რეალურად ობიექტურის და რეალური სურათი გქონდეს, ახლა წელიწადში ერთხელ თუ გაკეთდება, ან ორი წელიწადში ერთხელ შესაძლოა ამას არ გქონდეს დაუშვათ რეალური შედეგები და აი ეს გამოწვევები და ხა პრობლემები, რომელსაც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, დარჩენს პრობლემებად. ხო, ვიდეო მონიტორინგი იქნება მუდმივი, ასე რომ ვთქვათ, სისტემატიური ხასიათის. ის არ იქნება წყვეტილი, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შედის შემდეგ სახელმწიფო ტრანსპორტის სააგენტო ინსპექტორების ცენტრში, ეს შეიძლება იყოს დაუშვათ საჩივარიც, ან ვიდეო მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული დარღვევები და ის მაგალითები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ხო, მათ შორის არაერთგვაროვანი ინსპექტორების, რაც ბრძანეთ, რომ შეიძლება სხვაგან მიდიოდეს ინსპექტორებისთვის, მე ვფიქრობ, რომ ყველა ასეთი შემთხვევა შესაძლოა თუ ამას სისტემატიური ხასიათი აქვს რომელიმე ინსპექტორების ცენტრის მხრიდან გახდეს შესწავლის ობიექტი. ამიტომ ეხლა ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი რომ ეს მონიტორინგი დაინერგოს ეფექტიანად და მას წესით ექნება ინსპექტორების ცენტრების მხრიდანაც ხელშეწყობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრია შეწუხებული ამჯერად ესეთი ბუნდოვანებით, რომელიც არსებობს. და ასევე აუცილებლად უნდა შევეხოთ ტარიფების ნაწილს, თქვენ ახსენეთ, რომ რეალურად შემოსავალი ექსპექტორების ცენტრებს არ აქვთ ისეთი, რომ ამან უზრუნველყოს მთელი ის ხარჯი, მაღალი ხელფასი გასცეს, შესაბამისად კვალიფიციური კადრი ყავდეს და აი ეს მთელი პრობლემები, რომელიც ამ ნაწილს მოყვება, თუმცა ადამიანები და მძღოლები, რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებენ, მათთვის ეს ტარიფი შესაძლოა კონკრეტული შემთხვევაში იყოს ძალიან მაღალი და სოციალური ფონის გათვალისწინებით ეს მაინც მარტივი თემა არ უნდა იყოს. რა შეიძლება რომ ამ ნაწილში როგორ შეიძლება რომ ბალანსი ვიპოვოთ, ან რას თავაზობთ დავუშვათ ამ შემთხვევაში კერძო სექტორი სახელმწიფოს, რომ ეს ნაწილი ისე დაბალანსდეს, რომ რეალურად არ ძალიან მკვეთრად დააწვეს ეს მოქალაქეს და პარალელურად ან სწორი შედეგი მივიღოთ თავად ინსპექტორების ცენტრებისთვის, იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ ეს არის ბიზნესი და რეალურად ბიზნესი ასე საქველმოქმედო დონეზე და ქველმოქმედების დონეზე ვერ განვითარდება. ხო, ბევრი რამ არის ერთად, ეხლა თქვენ კითხვაში, პირველ რიგში ამ სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ასევე კანონის აღსრულება. სრულად უჭერ მე მხარს და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მაგალითად ჭკვიანი კამერების პროგრამას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინაც კი როდესაც ამ პროგრამის აკრიტიკებდნენ სხვათა შორის ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცავდით პოზიციას, რომ ჭკვიანი კამერები არის მნიშვნელოვანი, მან უნდა მოიცვას დიდი ნაწილი გეოგრაფიულად ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები, ხო, გზებზე კანონის აღსრულებისთვის. მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებზე გვინდა უკვე ვისაუბროთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან, იგულისხმება პროგრამა, იმიტომ რომ ინსპექტორებმა ვინც გაიარეს, უკვე ერთიან საინფორმაციო ბაზაში არის. ამიტომ კანონის აღსრულება უკვე შესაძლებელია პროგრამული გზით ერთიანი საინფორმაციო ბაზის გამოყენებით. იმიტომ დღეს ჩვენ მიმართვიანობის პრობლემა გვაქვს და ეს უნდა ითქვას ინსპექტორების ცენტრებში. არ არის მაღალი ეს მიმართვიანობა. რაც შეეხება კიდევ ერთ გამოწვევას, ეხლა მიმართვიანობა არ არის მაღალი, როცა გვაქვს ამდენი ავტომობილი ქვეყანაში, ანუ მაინც დაბალია. მაინც დაბალია და ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ მიმართვიანობა რო იყოს მაღალი, საგზაო შემთხვევებში დაღუპულების და
დაშავებულების რაოდენობა როგორ დაიკლებდა, ხო? იმიტომ რომ ამ მიმართვიანობის ფონზე გვაქვს 28% დაღუპულების რაოდენობის კლება და როდესაც ეს მიმართვიანობა მოიცავს უკვე მთლიანად ქვეყანას, მაშინ იქნებოდა ეხლა არის დაახლოებით 55%-მდე მიმართვიანობა, რაც არის დაბალი მაჩვენებელი, ამიტომ ეს ყველა საზრუნავია, მათ შორის სექტორის, მათ შორის მძღოლების და სახელმწიფო სტრუქტურების როგორ გავზარდოთ მიმართვიანობა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა მართლაც რომ საგზაო შემთხვევება და გვინდა რა თქმა უნდა შემცირდეს საგზაო შემთხვევების დაღუპულების დაშავებულების რაოდენობა, ის მოცვა არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ეხლა ერთი კარგი შენიშვნა აუცილებლად მოგცემ საშუალებას, ეხლა კარგი შენიშვნა მომწეს, მე არ ვარ მძღოლი, მაგრამ მძღოლის ფორმკან არის ასეთი შენიშვნა, ერთგვარად ჩვენ საუბრიდან გამომდინარე, რომ როგორ არის დაბალი მიმართვიანობა, როდესაც თუ არ გაივლია ანუ არ მიმართავთ ექსპექტირებს ცენს, რეალურად ჯარიმდები. ასეთ შემთხვევაში როგორ არიდებენ მაშინ თავს მძღოლები? შემთხვევაზე, მაგრამ მუნიციპალიტეტების დონეზე კანონის ახსოვების ნაწილში არის გარკვეული ხარვეზები, თუმცა აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დადებით კონტექსტში, რომ შესაბამის სტრუქტურებთან მიდის მუშაობა, რომ ეს აღმოიფხვრას, არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ხა ციფრებით ვსაუბრობთ, ხო, რეალურად ციფრები ვიცით და იქიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამ განცხადებას და ჰაერზე არ მოყავს. ის საკითხი, რაც შეეხება საფასურის ნაწილს, 7 წელი გავიდა რეფორმის დაწყებიდან და მოგეხსენებათ ყველაფერს აქ წვეთა, ხო, მათ შორის ამ აღჭურვას, ტექნიკურ აღჭურვას გულისხმობ, ხელსაწყოებს და ამიტომ ძალიან ბევრი ინსპექტირების ცენტრს თითქმის უკვე მთლიანად მთელ სფეროს ჭირდება განახლება, ჭირდება შენობა-ნაგებობების შენარჩუნება, ჭირდება ასე ვთქვათ მოწესრიგება ყველაფერს, ხო, მათ შორის არის ინსპექტირების აღჭურვის განახლება, ეს საჭიროებს ფინანსებს. ხა ამ ფინანსების ჩადებაზე განავინმე ამბობს უარს, ხო, როცა რეფორმა დაიწყო, ყველამ ერთად მოიძია საშუალება. ანუ რეალურად მისი ამოღება ხო, მაგრამ ეხლა რაც დრო გავიდა, ცოტა ეს თანხა, ეს ინსპექტირების საფასური აღმოჩნდა ისე რომ უკვე ვერ პასუხობს გამოწვევებს, იმიტომ რომ ხელფასის ზრდა არის საჭირო 1. ტექნიკური აღჭურვის შეცვლა არის საჭირო 2, რომელიც გაძვირებულია და აღარ ღირს რაც 7 წლის წინ იყო. პლუს ავტომობილთან დაკავშირებული მომსახურებები საფასური გაიზარდა, ხო? ამიტომ სექტორს არ აქვს ახლა ეს რაღაცა როგორ თქვა ესეთი აქტიური ან მძიმე სახით კი არ არის, ეს არის მიმართვა, თხოვნა, რომ გაითვალისწინონ მათ ვინც უნდა გადაწყვეტილება მიიღოს, რომ დღეს აი ამ სექტორს ბიზნეს აქვს ეს პრობლემა, რომ ის შემოსავალი, ის საფასური ინსპექტირების ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომ ინსპექტირების აი ეს ხარისხი შევინარჩუნოთ და პირველ რიგში ინსპექტორების ანაზღაურება გაიზარდოს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ეს უნდა იყოს ბოდიშით, ეს უნდა იყოს აუცილებლად გონივრული საფასური და უნდა პასუხობდეს, კი არა გაიზარდოს. საფასური ვისთვის რა არის, მაგრამ გაიზარდოს, უნდა კორექტირდეს იმის შესაბამისად, რა გამოწვევებით დადგა. ეხლა სფეროში, რა თქმა უნდა, ამას ეს სიხარული შეიძლება ეს საზოგადოება ამას არ გამოეხმაუროს, თუმცა ეს გამოწვევა დღეს დგას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ. დავით მესხიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.